იცოს შეკითხვები წერილობით დაწეროთ და მოგვაწოდოთ, ვისაც სრული აღიშს. შეკითხვა გვაქვს. როდესაც ადამიანი იმყოფება შეჩვეულ ცოდვაში, როგორ უნდა უმკურნალოს უშველოს თავს. ქრისტეს გარეშე ადამიანს არ შეუძლია ცოდვების დამარცხება. ნებისყოფის საშუალებით შეიძლება ადამიანმა რაღაცა გარკვეული ჩვევები ალაგმოს, მაგალითად სიგარეტის წევას თავი დაანებოს და თქვათ გინებას გადაეჩვიოს. მაგრამ ვერ დაამარცხებს იმას, რამაც გამოიწვია სიგარეტის მოწევა და გინება. სიგარეტის მოწევა გამოიწვია სიამეთ მოყარეობისაკენ სწრაფვა და გინება გამოიწვია მრისხანებას. ადამიანს არ შეუძლია არც მრისხანების დამარცხება, არც სიამეთ მოყარეობის ვნების დამარცხება. ამის დამარცხების უნარი ადამიანს არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ ეს არის. ამიტომ იესო ქრისტეს გარეშე ადამიანს არც ერთი ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ამას უფალი პირდაპირ ამბობს, ჩემს გარეშე არანაირი სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა თქვენ არ აქვს. არაფრის გაკეთების საშუალება თქვენ არ აქვს. ამიტომ იესო ქრისტე, რაც შეეხება იესო ქრისტეს მიერ როგორ განვიკორნოთ, მაგაზე წეგან გითხარით. ეს არის ქრისტესთან ყოფობა. ეს არის ის სიხასტური ცხოვრების წესი, როცა ადამიანს სულ ახსოვს იესო ქრისტე თავის თავში და ცდილობს მასთან იყოს სულ და ევქარისტიული ცხოვრების წესი. ანუ ეზიარებოდეს. უფალი პირდაპირ ამბობს, თუ არ ეზიარებით, მე თქვენთან არა ვარ. საქართველოს სინამდვილეში და არა მარტო საქართველოში, მაგრამ მე ჩვენი მტკივა, არის გავრცელებული ესეთი ტენდენცია, რომ ეკლესიურ მორწმუნეებში, რომ თითქოს არსებობს ქრისტიანობა ზიარების გარეშე. ანუ 1000 ერთხელ ადამიანები 1000 ერთხელ ეზიარებიან და მორჩენ. ზიარების გარეშე ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. არც არასოდეს არ უარსებია. არასოდეს არ უარსებია ზიარების გარეშე ქრისტიანობას. ქრისტიანობა მხოლოდ იქ იყო, სადაც ქრისტეს სიზდახურს ეზიარებოდა. ეს არის ევქარისტიული ცხოვრების წესი. ესე ძალიან საინტერესო სიტყვა, ევქარისტია, ევქარისტია ხო გესმით, ახლა თქვენ მithumetes მადლობას ნიშნავს, ხო? საიდუმლოებას, როცა ღმერთი ადამიანს უერთდება, პური და ღვინო ხორცსა და სისხლად გარდაისახება, ქვია ევქარისტია. ძალიან საინტერესოა, ხო მადლიერება. რატომ მადლიერება? იმიტომ რომ ადამიანი მადლიერია იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ადამიანი მადლიერია იმისა, რომ თვითონაც არსებობს და ადამიანი მადლიერია იმისა, რომ ღმერთმა მოსცა ეს დიდი საიდუმლოება, რითაც ქრისტეს უერთდება. და ადამიანი მადლიერებას გამოხატავს იმის, რომ თავის ცხოვრებას ღმერთს უძღვნის. ეს ყველაფერი არის აი ამ მსახურებას ჩართული, ევქარისტიულ მსახურებაში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ზოგადად ღვთის მადლიერებით უნდა ცხოვრობდეს. ასეთი ადამიანი თუ პლუს იესო ქრისტეს ეძებს თავის გულში სულს და ხშირად გულში სულ და ეზიარება, ის განიკურნება ნებისმიერი ცოდვისაგან, ნებისმიერ ცოდვას დაამარცხებს. ამის გარეშე ვერცად ცოდვას ვერ დაამარცხებს. ის რაღაც ჩვევებს მოერევა, მაგრამ ცოდვას ვერ დაამარცხებს. ხშირად გონებრივი ამპარტავნების დადგუნა უფრო მარტივი ხდება, ვიდრე ნებისყოფის ამპარტავნებისა. ნებისყოფის ამპარტავნება და გონებრივი ამპარტავნება. ამ ბრძოლას ისიც ართულებს, რომ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. როგორ ვიცხოვროთ ერში, გარემოში, როგორიც არის, ისე რომ ვიყოთ უფალთან ახლოს, არ დავშორდეთ მას და ამავდროულად ვიყოთ გარემოს, დროის და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მოდის წინააღმდეგობაში. საერთოდ ქრისტიანობა არასოდეს არ არის ეთნოგრაფიული რაღაცა ან ისტორიული რაღაც მუზეუმის რაღაც საკუთრება. ქრისტიანობა მუდამ თანამედროვეა. ამის მაგალითებს იძლევა თავად წმინდა წერილი. უფალი საუბრობს იმ დროინდელი ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე და აი მაგალითად პავლე მოციქული ყოველთვის საუბრობს იმ ენაზე, რა ენაზეც მისი შეიძლება გაიგო. ამიტომ ქრისტიანობა ყოველთვის თანამედროვე უნდა იყოს. რაც შეეხება როგორ შეიძლება ერის კაცი იყოს ქრისტიანი, პრინციპი არის ესეთი: ქრისტიანი თუ ხარ, უნდა ცდილობდე გავდე ქრისტეს. კაცო მღვდელი ხო არა ვარ ადამიანი იტყვის. არ ჭირდება მღვდლობა ამას. ქრისტე 3 წელიწად ნახევარი მოღვაწეობდა საზოგადოებრივი მოღვაწეობით, მაგრამ მანამდე ის საერო საქმიანობას ეწეოდა. იყო ხურო. ხელოსანი იყო. შეკვეთებს იღებდა, ნაკეთობებს აკეთებდა, ამაში თანხას იღებდა. ზოგი როგორი კლიენტი მოდიოდა, ზოგი როგორი. მაგრამ ის ყველგან ქრისტე იყო. ძალიან მარტივი პრინციპია.
სადაც არ უნდა იყო, რა პროფესიისაც არ უნდა იყო, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ეცადე გააკეთო, ეცადე იმ პროფესიაში და იმ საქმიანობაში მოიქცე ისე, როგორც შენ ადგილას ქრისტე მოიქცეობდა. ახლა ადამიანი იტყვის, რომ ეგ შეუძლებელია, ვიცი. მაგრამ არსებობს სინანული. ანუ ღმერთს შენგან ის კი არ უნდა, რომ რა ვიცი, ვარსკვლავები მოწყვიტო შენი მაგარი კაცობით. უფალი პირდაპირ ასე ამბობს, არა მოვედი წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. ღმერთი არის ის, რომ რა გარემოში ხარ, რა მდგომარეობაში ხარ, როგორი სუსტი ხარ და შეგონია გამოგიჭერს და დაგჩაგრავს თუ რა არის. რა თქმა უნდა ესე არ არის. ღმერთს თუ დაინახავს ჩვენში, რომ ჩვენ გვინდა, მაგრამ არ გამოგდის. და რომ მინდა, ჩანს იმაში, რომ ვიბრძვი და რო არ გამომდის, ფაქტია, დავმარცხდი. მაგრამ მაინც შენთან მინდა. აი დამარცხებული რო ვარ, მაინც შენთან მინდა. როცა უფალი ამას ხედავს, ჩვენს გასაკეთებელს მერე უფალი აკეთებს. საბოლოო ჯამში ადამიანი პარადისობაში შედის არა როგორც მაგარი ტიპი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, არამედ როგორც ღმერთის შვილი. რომელსაც ღმერთის გარდა არაფერი უნდა. აი ეს არის მაცხონებელი. ამიტომ ჩვენ უგონია, რომ მაინდა-მაინც რაღაცა დროშა უნდა ავაფრიალოთ გამარჯვების, არა. ჩვენ უნდა გვინდოდეს უფალი. მიუხედავად იმისა, რა ცოდვილებიც ვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვას შევეგუო, კი არ ვეგუები. მაგრამ თავზევი ძალა არ როცა არ არის, არ ვეგუები, მაგრამ ვიბრძვი, აი 300 არაგველი გენიალური მაგალითია. ბრძოლა წაგებულია და მაინც ვომობ. მაინც ვომობ. მაგრამ მე 300 არაგველობისგან განსხვავებით ის ბრძოლა წაგებული იყო. ჩვენი ბრძოლა უკვე მოგებულია, აი ამაშია საქმე. ჩვენ ქრისტესთან შეერთებულები თუ ვართ ზიარებით, ჩვენი ბრძოლა მოგებულია. ქრისტეს მოგებულია. უკვე ქრისტე არის ჩვენი ეკლესიის თავი, არის ქრისტე. ჩვენ მისი სხეული ხო ვართ, ვინც ვეზიარებით. იონე ქროპერი ამბობს, რომ სადაც სხეულია, თავიც იქ არის, ანუ ქრისტე ჩვენთან არის. მაგრამ სადაც თავია, სხეულიც იქ არის, თავისად არის მარჯვენით მამისა, ყოვლადწმინდა სამების წიაღში. ასე რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ, უბრალოდ ჩვენ უნდა გვეყოს დიდ სულოვნება ქონდეს, სულმოკლეობაში არ უნდა ჩავარდეთ. დეპრესიაში, უიმედობაში, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეთ, რომ არ გამოგდის. ხელი არ უნდა ჩავიქრო, არ გამომდის და მაშინ ბარემ გიღალატებ, აი როგორიც, არ გამომდის. ბარემ გიღალატებ. არ გამომდის, მაგრამ არ გიღალატებ. არ გამომდის, დავეცემი, მაგრამ მაინც შენი შვილი ვარ. ეს მის მაინც შენი შვილი ვარ, შენი იმედი მაქვს, შენთან ყოფნა მინდა მაინც. ეშმაკი გისისინებს, გაანებე რა კაცო, ხო და არაფერი არ გამოგდის. ეშმაკს ეუბნები, რომ შენი საქმე არ არის, მე შენი კი არა, ღმერთის შვილი ვარ. ან საერთოდ არაფერს არ ეუბნები, ყურადღებას არ აქცევ. ამიტომ ჩვენ უიმედოდ არ შეიძლება ვიყოთ. ქართველი ცოლ-ქმრის ბავშვი, რომელიც იბადება, იზრდება საზღვარგარეთ, თუ არის საქართველოს ამ ბავშვის სამშობლო, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც დაბადებულ, არც გაზრდილა. ექვთიმე ათონელის მთაწმინდელის სამშობლო იყო საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვობიდან ქართული არც იცოდა. და რომ არა ექვთიმე მთაწმინდელი დღეს ჩვენ ქართულად წიგნები არც გვექნებოდა. და გიორგი მთაწმინდელიც ალბათ არ იარსებებდა, მისი მემკვიდრე იყო. საქმის გამგზელებელი ათონელი მამაზე არის საუბარი. ასე რომ სამშობლო ესეთი მცნება უფრო თვითონ ეს რაც ხდება ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ საქართველოს ეს არის უფრო ქართული სული და კულტურა, ანუ რაც თავიდან თქვით, თუ ბავშვმა ისწავლა შეიყვარა თავისი კულტურა და მით უმეტეს ქართულ ენაზე ღმერთის დიდება, ფაქტურად ქართველია ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს გენეტიკური მაჩვენებელიც არის, მაგრამ უპირატესად შინაგანი მაჩვენებელია ეს და საერთოდ მშობლები, რომლებსაც მე ვიცი მაგალითები ძალიან მწარე, სადაც თქვათ ბავშვებმა არიციან ქართული კულტურა და მოწყვეტილი არიან ენას და სარწმუნოებასაც. მე მახსოვს ერთხელ უცხოეთში ერთ-ერთ ოჯახში ქართველი ბავშვი იზრდებოდა, ნინო ერქვა და მას ოკითხეს, ხო იცი წმინდა ნინო ვინ იყო და არ იცოდა. დედაც ქართველი, მამაც ქართველი.
იქ დაბადებულები არა, წასულები საქართველოსდან, მაგრამ ეს ბავშვი იქ დაბადებული და ხო იცი, წმინდა ნინო არ იცის ვინ არის. მოწყვეტილი აბსოლუტურად ქართულ ფესვებს. და მე თურქის სოლი გახდა და საერთოდ ბუნებრივია, საერთოდ დაიკარგა ყველაფერი. ანუ გესმით, თუ ჩემთვის, რატომ არის ჩემთვის ძვირფასი ქართული ენა და კულტურა? არა მარტო იმის გამო, რომ რაღაცა ეს გვარტომული და კლანური თუ რა ქვია, რაღაცა, არა მარტო ეგა. ქრისტესთვის, იმიტომ რომ ეს ქრისტეს უკავშირდება, გესმით? ქრისტეს უკავშირდება. ამიტომ თუ ოჯახი მორწმუნეა, ის ქართულ კულტურას ის ოჯახი არ დაკარგავს და მისი შვილებიც ქრისტიანები გაიზრდებიან. დღესდღეობით ბევრს უკეთია მაჯაზე წითელი ძაფი. ვითომ და იერუსალიმიდან ჩამოტანილი ინტერნეტში არსებული ინფორმაციით ზოგი ამბობს, რომ სატანურო და ზოგი ამბობს პირიქით წმინდა მიწის კურთხევა არის ამ სამაჯურზე. სინამდვილეში რა არის ეს წითელი ძაფის სამაჯური? მე ესე კითხო რომ შევატრიალო, ამ წითელ ძაფს ქრისტესთან რამე კავშირი აქვს, მამა? ქრისტესთან რა კავშირი აქვს ამ წითელ ძაფს? არ ვიცი, ვერ გეტყვი. ცნობილია, რომ საქართველოში ძველი კალენდარული სტილით აღინიშნება საეკლესიო დღესასწაულები. აქ კვიპროსში კი ახალი სტილის კალენდრით. გამონაკლისია მხოლოდ აღდგომის ყინვალე დღესასწაული. მაინტერესებს თუ არის შეცდომა, თუ ადგილობრივი კალენდრის მიხედვით აღნიშნავ ეკლესიურ დღესასწაულებს და ასევე ადგილობრივი კალენდრის მიხედვით დავიცავ მარხვას და შესაბამისად სადღესასწაულო წირვებსაც აქაურ ტაძრებში დავესწრები. აბა სად უნდა დაესწროთ? თუ აქ ხარ, აქ ეზიარები, რომელ ტაძარში უნდა დაესწრო სადღესასწაულო წირვას? საქართველოში ხო ვერ ჩამოხვალ? კაია თუ ჩამოხვალ, მაგრამ აქ სად უნდა დაესწრო? აქ უნდა დაესწრო თავისთავად ცხადი. ისედაც ქართველებს კი გვიყვარს დღესასწაულები კვიპროსში, ხო საერთოდ ორ-ორჯერ გვიწევს აღნიშნა. ეგეც მაგარია, კარგია. საერთოდ კალენდარული საკითხი ერთის მხრივ ძალიან ფაქიზი თემაა, მეორეს მხრივ არ არის ეს მთავარი თემა. მთავარი თემა არის ქრისტე და მადლი, რომელიც ეკლესიაში არის. იმიტომ რომ ფაქიზი თემა იმიტომ არის კალენდარული საკითხი, რომ ამან ძალიან ბევრი შეხლა-შემოხლა მოყვება ხოლმე და ბევრი რაღაც ისეთი საქმის გარჩევა და მოკლედ გაუგებრობები. მაგრამ მთავარი იმიტომ არ არის, რომ თუ კალენდრის საკითხს თავად წარმოაჩენ, მაშინ უკვე საკითხი დგება ეკლესიების მადლმოსილებას და ვისაყოფა თავხედობა და კადნიერება, რომელიმე თქვათ იმის დამიხედვით რა დღეს აღნიშნავს რაღაც დღესასწაულს ეკლესიის მადლმოსილება ეჭვის ქვეშ დააყენოს. ეკლესიის მადლმოსილება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რას როდის აღნიშნავ. ეკლესიის მადლმოსილება დამოკიდებულია ქრისტეზე, რომელიც არის და სულიწმინდა ღმერთზე, რომელიც არის ეკლესიაში. როგორც ერთ მთლიან ორგანიზმში. კალენდარული განსხვავებები ისტორიული რეალობა მოიტანა ძალიან სამწუხაროა ეს. ძალიან. მაგრამ ამის გამო თქვენ უშექმნით პრობლემებს. როგორც გული გიკარნახებთ, ისე გააკეთეთ მოკლედ რა. როგორც მოგწონთ. თუ გინდა ორ-ორჯერ აღნიშნეთ, ორჯერ ქეიფს რა ჯობია. მაგრამ რაც ეს ხუმრობით, მაგრამ რაც შეეხება დღესასწაულს, სადაც ხარ დღესასწაულზე იქ უნდა მივხვიდე, აბა რა უნდა. რა არის ადამიანისათვის სამოთხე და ჯოჯოხეთი? სამოთხე ეს არის ეს ჩემი ინტერპრეტაცია. ღმერთი ხო არის სამპიროვნება, მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი. სამოთხე არის მეოთხე რო ხარ ყოვლადწმინდა სამების წიაღში. ანუ ღმერთთან მყოფობა. უფალი ამბობს, სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. თქვენც იქ იყოთ. მამა ჩემის ესა წიაღში თუ სახლში მრავალი სავანეა. ჩვენ მამის სახლში დაუმკვიდრდებით თუ ცხონდებით. როგორც შვილები. ანუ სამოთხე ეს არის ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. რა განსხვავებაა ასეთ სამოთხესა და თქვათ ისლამურ სამოთხეს შორის? ისლამურ სამოთხეში არ არის საჭირო გახდე ღმერთი. იქ იღებს საჩუქარს. კაი ბაღები, მდინარეები. მაგრამ ქრისტიანობა როცა გელაპარაკება სასუფეველზე და სამოთხეზე, გელაპარაკება რომ შენ ღმერთის შვილი უნდა გახდე
და უკვე საჭიროებს და უნდა გქონდეს ურთიერთობა მასთან მამაშვილური, როგორც მადლით ღმერთს, ნამდვილ ღმერთთან, ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა გახდე სხვა არსება, მადლით ღმერთი. გესმით რა განზომილებები. ჯოჯოხეთი რა არის? ჯოჯოხეთი რა არის, როცა ვერ იხილავ ვერასოდეს იესო ქრისტეს. ჯოჯოხეთი არის, როცა ვერასოდეს იხილავ იესო ქრისტეს. ხოლო ვინც ვერ იხილავს იესო ქრისტეს, ვერ იხილავს მამას. ანუ ღმერთის უხილველობა. ოღონ, აქაც არ არის იურიდიული მიდგომა. აჰა, შენ ესე იგი ცოდვა ჩაიდინე, დასჯილი ხარ. ეგრე არ არის. ადამიანი თვითონ ამბობს უარს, არ უნდა მას ეს, არ უნდა. არ უნდა და მორჩა. არ მინდა. აბა რა გინდა? აი რაღაც სხვა რამე მინდა. იმიტომ რომ თუ ადამიანი თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად დაიწყებს ღმერთის ზიებას, ჯერ ერთი, ვისაც ღმერთი უნდა, 64 ვისაც უნდა, მოდი ეს. ის ღმერთს სულ ეძებს. აი, როცა გაგიკვირდება, რომ ჯოჯოხეთი, ღმერთი არ მინდა? რას ქვია არ მინდა? ღმერთი რა არ მინდა? ადამიანი თქვის. აბა გაიაზრე, ხა ჩაიხედე შენ თავში, ბოლო შენ კვირას გადახედე, ბოლო დღეებს გადახედე, თუ ეძებდი, ან ბოლო იმ დღეს გადახედე, თუ საღამოა, თუ ეძებდი ღმერთს. თუ ეძებდი ღმერთს, იესო ქრისტე, თუ ეძებდი ღმერთს. თუ დღეს ღმერთს არ ეძებდი, გუში ღმერთს არ ეძებდი, გუშინწი ღმერთს არ ეძებდი და ასე შემდეგ. ესე ღმერთი არ გინდა, ხო? რას ქვია გინდა და არ ეძებდი? აი ამით ეხნებე მიხვდები. და ვისაც ღმერთი არ უნდა, ის უკვე ჯოჯოხეთის წინა გემოსხილვა აქვს. ამიტომ არის, რომ ის ხან დეპრესია აქვს, ხან მოწყენილობა აქვს, ხან მრისხანება აქვს, ხან სასწარკვეთილება აქვს, ხან შური აქვს, ხან ეგოიზმი აქვს, ხან ანგარება აქვს. ეს ყველაფერი ჯოჯოხეთი არ არის, მაგრამ შიშები აქვს, უიმედობა, ჯოჯოხეთი არ არის. აქედან არის იწყება ეს ყველაფერი. რატო? ღმერთს არ ეძებს. ამიტომ ეს არის ღმერთი, 64 არის ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა მამაშვილური, როგორც ღმერთთან შენ მადლით ღმერთს ნამდვილ ღმერთთან და ჯოჯოხეთი არის, როცა შენ ღმერთი არ გინდა და რჩები ღმერთის გარეშე. როგორ გამოიცნოს ჩვეულებრივმა ადამიანმა ცოცხალი წმინდანი, როგორ მივხვდეთ, რომ ის წმინდანია? ყველა ადამიანი, ქრისტიანული ტერმინოლოგიით, სახარებისეულიანით, ყველა ადამიანი, რომელიც ღმერთს ეძებს, რომლის ცხოვრების მიზანია ღმერთი ეძებოს. ყოველი ადამიანი, რომლის მიზანია ქრისტეს დაემსგავსოს და ქრისტეს ეზიაროს, არის წმინდანი. ოღონ არა თავისი მდგომარეობით, რომ მან სათნოებებში გაიმარჯვა. სათნოებებში გამარჯვებული, რა თქმა უნდა, წმინდანია. ვთქვათ, იოსების სიხასტი, ჩემთვის საყვარელი ხო? და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ადამიანმა სათნოებებში არ გაიმარჯვა ჯერ, ისიც წმინდანად იწოდება. ოღონ არა იმის გამო, რომ სათნოებაში გაიმარჯვა, არამედ იმის გამო, რომ მას უნდა ქრისტესთან იყოს და ამას ანხორციელებს ევქარისტიულ ცხოვრებაში. ხშირად ეზიარება. აი როცა მღვდელი წირავს, გახსოვთ ეს ადგილი. წმინდათა გახსოვთ? აღიოს როგორ არის ბრძოლად? წმინდათა როგორ არის? აღიოს, არ გახსოვთ კაცო? წირვას არ ესწრებით ხოლმე? წირვა სანამ ეზიარებით, მამაო ჩვენომდე, არა, მამაო ჩვენოს მერე, არის ესეთი სიტყვები, აღიოს, წმინდა არ წმინდა. ეს ნიშნავს, წმინდა, აი ეს ძღვენი, უკვე გარდასახული, არ ქრისტეს ხორცი, წმინდა, ვისთვის წმინდათა, ვინც ეზიარებდა. ყოველი ადამიანი, რომელიც მას ეზიარება, ის მოწოდებულია სიწმინდისთვის. მამაო ჩვენოშიც ამბობთ, წმინდა იყავს სახელი შენ. ანუ არა შენი სათნოებებში გამარჯვებულობით ხარ წმინდანი, არამედ ქრისტესთან ერთობით ხარ წმინდანი. ამას ესე გვასწავლიან წმინდა მამები. რომ ადამიანი ქრისტიანი არის წმინდა ქრისტესთან ერთობით. ასე რომ წმინდანობისათვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, ოღონ ეს არის ქრისტესთან ერთობით. ქრისტეს გარეშე არავინ არ არის წმინდანი.
და თუ ადამიანი ასე ცხოვრობს, ის სათნოებებში იმარჯვებს ნელ-ნელა. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მეხუთე თავში სიტყვები სულიწმინდის ნაყოფები. თუ ადამიანი მართლა წმინდა გახდა, უკვე სათნოებშიც გაიმარჯვა. მაშინ ის ნაყოფად გამოიღებს სულიწმინდის იმ ნაყოფებს, რომელსაც პავლე მოციქული ჩამოთვლის. და იქ გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მეხუთე თავის ბოლოს წაიკითხავთ და ნახავთ, როგორი უნდა იყო, რომ წმინდანი იყო. როგორ დავემსგავსოთ ქრისტეს, რა გავაკეთოთ? აი, რასაც ახლა ვამბობდით, ეს უნდა გავაკეთოთ. ვიცხოვროთ ქრისტიანულად და ვეზიაროთ. ევქარისტიულად ვიცხოვროთ. მე მგონი დავასრულეთ, ბაბო. თუ კითხვები არა გაქვთ? მამა გიორგის საწავედი. კარგი, დავიშალეთ.